კუნმინგი, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი, იუნანის პროვინცია, ტიანჩის ტბის ზოლი. მწვანე ბილიკი, ბალახის ხიდი, ტყის ხიდი, მდინარის ჭაობის პარკი, სეირნობა, სირბილი, სპორტული აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ტიანჩის მწვანე ბილიკის სწორედ ეს მონაკვეთია გაცილებით საინტერესო. მოგესალმებით ისევ და ისევ იუნანის პროვინციის დედაქალაქ კუნმინგიდან. ადგილი, სადაც ახლა მე ვიმყოფები, არის კუნმინგის ეკოლოგიური ტბის დერეფნის გასაღები. ბალახის ხიდით აუყვები ჩიტის ბუდის სადამკვირვებლო პლატფორმას და სწორედ აქედან იშლება თვალუწვდენელი საოცრება ლავანდის მინდვრებითა და საოცარი სურნელებით. ამავდროულად ათვალიერებ ღირსშესანიშნაობებს, ეცნობი ფლორას, ფაუნას და იკარგები ფერებში. ხედი ფართო, პეიზაჟები კი მრავალფეროვანი და ულამაზესი. ტიანჩის ტბის ბალახის ხიდის და წყლის ხიდის მონაკვეთი. სწორედ ასე ქვია ამ ადგილს, სადაც აქ მე ვიმყოფები. ეს იმიტომ, რომ აქ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ხმელი ბალახისგან არის აშენებული. როგორც კადრებიდან ჩანს, ეს მონაკვეთი საშუალებას იძლევა დაიქირავოთ როგორც ერთადგილიანი, ისე საოჯახო ველოსიპედი და 6 კილომეტრის სიგრძის პერიმეტრი ბუნებასთან ჰარმონიაში გაიაროთ. ბალახის ხიდის სიგრძე დაახლოებით 640 მეტრია. ხიდის ერთი მხარე ლერწმის მდელოა, ხოლო მეორე მხარე ხშირი ტყე. ამ ხიდზე გავლა ფერად ეკოლოგიურ ნახატში შესვლას გავს. კედრის ტყეებით, სანაპიროთი, წითელნისკარტა თოლიებით. ტიანჩის მწვანე გზა საოცარია. ის სამოთხეს გავს როგორც ქვეითებისთვის, ისე ველოსიპედით სეირნობით მოყვარულებისთვის. კუნმინგის ეკოლოგიური და კულტურული სილამაზე მწვანე გზაზე ასე ხასიათდება ეს ტერიტორია. აი, ასეთია ტიანჩის მწვანე გზა, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ მდიდარია ეკოლოგიური მემკვიდრეობით.